ბებო, მოდი ახლა ვისაუბროთ მოხეტიალის დღიურებზე. ეს დღიურები უკან მისი ნახატები არის. წინ მისი გადაუღეს ამხანაგებმა აქ ადის ითხვისის სვეტზე, წინა ყდაზე ეს არის მოცემული, უკანა ყდა არის მისი ნახატებით გაფორმებული, ეს უკანა ყდა არის მისი და აქ ეს არის არა მარტო მოხეტიალის დღიურები მართლაც. აქ არის ისეთი ფაქტები მოყვანილი, ისეთი მხატვრული ფერებით აქვს განსაკუთრებით იცი რომ ის რაჭაზე ოცნებობდა, რაჭა იყო მისი საოცნებო მხარე და როცა უკვე დასუსტებული იყო, იქ დახეტიალობდა ხოლმე გიორგისთან ერთად, იქ მერე სხვა დროსაც წავიდა ხოლმე და მოაჯირიდან გადაჩერებოდა რაჭის ქედს და დასაფლავებაც კი უნდოდა ისეთ ადგილზე, რომ რაჭის ქედებს უნდა მივაჩერდეო. და აქ ძალიან საინტერესო არის მისი ლექსები აქ ჩართული რაჭაზე. შემდეგ ის მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში ჭიათურაში და მასთან ერთად აღწერილია აქ სტუმრის თვალით დანახული ესენი და აქ ჩართული სურათები ახლა მაშინდელი გადაღებული არის და ძალიან მხატვრულ ფერებში განსაკუთრებით დიდი იმით აღწერს აქვს მაგას გვიანი დილის კოშმარი ხახიეთის მიწისძვრა რომ მოხდა რაჭაში და როგორ ჩაიძირა, ჩაიკარგა აი ეს ხახიეთის სოფელი მთლიანად რომ დაიმარხა და აი აქაც ძალიან მხატვრულობა, ყველგან მხატვრული ხერხები, ყველგან ასეთნაირად არის და არის მისი სურათები აგერ რაჭაში გადაღებული. რაჭაში გადაღებული ეს მაშინდელი სურათებია. მაშინდელი სურათია. ექსპედიციებზე დადიოდა ხოლმე, წევრებთან იყო გადაღებული ეს. მარჯვნივ ბოლოში დგას პაატა. ხო, მარჯვნივ ბოლოში პაატა დგას. ასევე გეოგრაფიული ექსპედიცია. იცნობენ ალბათ სტუდენტები თავის თავს, მაშინდელი გადაღებულია ექსპედიციაში რომ მონაწილეობდა და დადიოდა. ესენი არიან. მინდა აღვნიშნო, რომ ეგეც ძალიან საინტერესო ნაშრომია. საინტერესო წიგნია, მეცნიერულია ეს, მეცნიერული წიგნია. რაჭაში ნათქვამი ლექსი, ქეიფი მიხეილ და თენგიზ გორდეზიანების ოჯახში, რიონის პირა სიზმარი კი არა აქვს, სიბრძნეა ჩაქსოვილი. ბებო, რომელიმე ლექს ხომ არ წაგვიკითხავთ მოხეტიალის დღიურიდან? ვიკითხავ ლექს, მაგრამ მინდა რომ აღვნიშნო პირველ რიგში, რომ ჩვენი წინაპრები არიან გადმოსული რაჭიდან და რა თქმა უნდა თავის თავს თვლიდა რაჭველად და ის იყო მუდამ თავისი ფესვების ძიებაში, მიტომ იყო რაჭა მისი საოცნებო ადგილი და აქვს მას ლექსი დაწერილი ერთ-ერთი ფიქრები ჟუტულის პირზე. წინაპარს ძვლები მომძახიან საძვალეთიდან, ჯერ არ დამწვარან კიდევ ძალუც უხმო გოდება, მეტავ კრიხაში ერთი ღამე გამათევინა, არ დავიძინებ ვიღაღადებ უხმო ლოცვებად. წინაპარს ძვლები მომძახიან საძვალეთიდან, ჩემთვის ხომ რაჭა არის ჯერაც ცხოველი, მისგან ჩვენი ქა დიდი ხნის წინ ჩამოლეწილა, მაინც მივილპი მოფერებას მისგან მოველი. იქნებ ამ ქვეყნად აღარც დარჩა კრიხას ხსენება, მისი კერიაც ჩამორეცხა იქნებ კრიხულა, ამდე ხნის შემდეგ იქნებ აღარც მომესულებნება, ფიქრები ჩემი ქვიშასავით გამორიყულა. მივალ ხეობას მიუყვები ვიტკარს ვიწროის, იქნებ მჭირობით დაღალული უფრო მიმიღოს, დაბადებიდან ამაზიდ მთელს მივსტიროდი, დაბადებიდან ძველი კერა მინდა ვიხილო. ძველმა წყურვილმა ყველა წყლული დამაძლევინა, ხმა წინაპართა ქუხდა ჩემში ვით ჯადოქარი, მეტავ კრიხაში ტიქაღვინო დამალევინა, მხოლოდ და მხოლოდ წინაპრების შესანდობარი. მერე აქვს ხიხათა ჩემი საქართველოს გადასახედი. თუ გნებას წავიკითხავ ამას. კი ბატონო, წამიკითხე. აქ პაპა ჩემი თიბავდა და ცელს აკერავდა, მადლიან მიწას პაპა ჩემი სოფლით ერწყმოდა, შორთმტის კალთიდან მრავალჯარის ზარი რეკავდა, შეღამედ ვიწას ბუდის ახლო შაშვი მღეროდა. ხიხათა ჩემი საქართველოს გადასახედი, გრილი ნიავი ბალახებში მწყერის ქვითქვითი, თის ძირს მაღლებში ჩაბარხული ნასახლარები, აქ იქ ცრემლება დარჩენილი ძველი ქვიტკირი.
დაღალულს განერთი წუთით მომესვენება, გაპირულ ცელით ღვარეულებს ვაწყობ ღვარებად, სამშობლოს მადლი ცელის ტარით ირდნეს ხელებმა, ახლა რომ მოვკვდე არ ვინანებ გამეხარდება, თივალ ყურს უგდებ თებავების უხმო გოდებას, თუ ქართველია ქართველს დარდი არ დაელევა, მერე ეს დარდი მთებზე ჰანგად გადმოგორდება, მერე ეს დარდი გუდახტვირზე გაილექსება, დავლა ფოცხები, ორთითები, ტილოს კარვები, თებზე ღვარებად იღვრებიან ღვარეულები, ბალახში ზანტადი ჩოხნიან ლომახარები, თვრება ჰაერის სიმღერით და თივის სურნელით, აქ არს სოდელი, თუ ქვემო ხეველი, აქ არის ყველა ზოდელი თუ ქვემო ხეველი, იქ რატველები, გაღმა კიდევ ქვემო სვანები, ხიხათა ჩემი საქართველოს შესაგრებელი, ხიხათა ჩემი საქართველოს გადასახედი. ხიხათაზე აქვს დამარხული არაყი. ასე რაღაც ბიჭები ამბობენ, უნდა ჩამოვიტანოთ ის არაყი. კიდე ამოვალო ეგონა. ეს 5 ნაშრომი, ესე მე-4 და მე-5 არის, მე ვისაუბროთ თუ გნებავს საბავშვო მოთხრობებს. კი ბატონო.